გაუმარჯოს მოგესალმებით მეგობრებო დადგა გაზაფხული უკვე მარტია და ამ თვეს ამშვენებს ორი ულამაზესი დღესასწაული დედის დღესავე მარტი და 8 მარტი რადგან მარტში ასეთი დღესასწაულებია მარტს უნდა ერქვას მარტი არ ქარტი მომეწონა იგიდია იხუმრე შენ და ზეგ 8 მარტია და აი რა ვაჩუკოთ ცოლებს თვითონ რასაც გშუქნიან ხოლმე ჩვენც ვაჩუქოთ როგორ დაფიქრდა ნახე რა მოიჭრეთ სად ვიშო ეხა მე ისინი უფრო კარგად ჟღერს ნასკები ჰა რა ვიცი ახლა მაღალყელიანი შეიძლება იშოვოს ადრე მაგრამ თავარია მაღალფაციანი არის მეთანხმები მე ვიცი რაც უნდა ვაჩუქოთ რა რასაც თვითონ გთხოვენ ის ვაჩუქოთ ჩვენც რას ლაპარაკო ხოდამჩევი თირკველების გარეშე მე მოკლედ რთულად არის საქმე რადგან ჩვენი ცოლები მეუღლეებიც არიან და დედებიც ანუ 3-შიც მიიღეთ საჩუქარი და 8-ში ელოდებიან აი თურმე რატომ არ მოყავს ცოლი აი ამას შენ როდემდე უნდა ზოგო ფული გამაგებინეთ და როდემდე უნდა უყურო ჩვენ დაჯვაცამება აბა ახლა კი ხუმრობის გარეშე ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ დედის დღეს და 8 მარტს ერთად რაც შეეხება საჩუქარს ამ ეტაპზე რის საშუალებაც გვაქვს ეს არის მუსიკა რადგან ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ქალების გაწყობაზე ზრუნავს ქალთა გულთა მყრობელი ქსოვრენები და მუდამ შეყვარებული გიორგი შოშიტაშვილი ქალთა გულთა მყროფელები რომ გადავხედე კი ასია განსაკუთრებით უკადარიგებს კარგი დავარებოთ ახლა 8 მარტია იქნება თუ გვიან მაინც წავალ ქორწილში აპტრედიაში ისე მაინც ნათქვამია ლაპარაკი სოცხელი გავხარაგს ძველი სიბრძნეა ახლა გადავინაცვლოთ შეომკარგებო ამერიკაში. აბარა. სადაც უმაღლესი კინოაკადემიის ოსკარების დაჯილდოების 97 ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალი ისე გვიან გამიჩატარდა რომ შედეგები არ ვიცი ჩაგვეძინა უბრალოდ და ამიტომ გადავდივარ სხვა თემაზე. კი ბატონო, ოღონდ ამერიკაში ვრჩევით ოდნავ გვერდზე. ილონ მასკს მეუღლემ იქეთ გაუკეთა 8 მარტოს საჩუქარი, მე-14 შვილი გაუჩინა. მას კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ბედმა. მან ერთ დღეში 22 მილიარდი დოლარი დაკარგა. ტესლას გაყიდვების შემცირების გამო. აუ, წარმოიდგინე 22 მილიარდს რომ კარგავ და მაინც რომ მილიარდერი ხარ. რამდენი ფული გაქვს ადამიანს? აქ იქნება. რა ვიცი. საერთოდ არ ეტყობოდა სახეზე ნერვიულობა. აბა მე იმ დღეს $2 ჩამივარდა იატაკის ჭრილში და აუყარეგინა $2. ჯერ არ იშეს, მაგრამ ასე თუ გაუგრძელდა კრიზისი, შეიძლება პირველი ტესლა ვიხილოთ ბენზინზე ან გაზზე. მოკლედ, ვულოცავთ მასკს, არა, ფულის დაკარგვას არა, მე-14 შვილს. თანაც ნამდვილი შვილი ყავს 14, რობოტები არ ითვლება. 14 შვილი თუ ყავს, გამოდის რომ მასკს მარტო ტესლას გაკეთება არ ყვარებია. და კიდევ ყავს შვილები სატელიტებით. უმრავლოდ ღმერთმა. ნეტა ამ ფინანსური კრახის მერე პამპერსის ფული მაინც თუ დარჩა საცხლის 14 ბავშვი ჯამას მასწავლა მოვლა არ უნდა. სადავდე ხო მაინც 80 მილიარდი. ხო და მოუწევს წასვლა ამერიკაში. თუმცა ამერიკაშია მე მგონი ხო? ბოლო მარსზე წავა და აღარ ჩამოვა. იქ ბევრად სიაფია ეხლა რომ მეუბნებიან ძალიან იაფია. ის რა მოხდა მართლა რატო დაკარგა ამ ხელა ფული, ა? რაღაც ცუდად ათამაშებს ეგ ტრამპს და მაგით.
რადგან ტრამპი ვახსენეთ, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა უნდა გაგაცნოთ. იგი აპირებს შემოიღოს ოქროს ბარათი, რომელიც $5 მილიონი ეღირება. ანუ თუ გინდა ამერიკაში ცხოვრება, 5 მილიონი უნდა გადაიხადოს. მოიცა, ანუ პირდაპირ გაგებით ოქროს ბარათია, ხო ეს? თუ აი ასე ზვირი რატო ღირს, ვერ გავიგე. რამდენ კილოიანი ბარათი იქნება? მე თუ მკითხავ, გაამარტივა საქმე, მექსიკიდან გადაპარვას და წვალებას. გადაიხადე 5 მილიონი, ჩადი ადამიანურად იქნები შახი. შენ სად იყო აქამდე? ნამდვილად ღირსმაო, გადაიტი სულ რაღაც $5 მილიონ მოხევ ამერიკაში და ეხა მინიმუმ $100 როგორ არ გამოუგზავნი ოჯახს, გამოუგზავნი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე 5 მილიონს სატაქსაოდ ნამდვილად არ გადავიხდი ძმაო რა. აქ 5 მილიონს კიდე კიდეც რომ მოუყარო თავი როგორმე. მე ქირის ფული იქნება ყოველდღე $800 საერთოდ გავიძაცები ძმაო. რა მაინტერესებს თუ იცი? ვინც უკვე ამერიკაში ცხოვრობს, თავისი ადგილი რო გაყიდოს არ შეიძლება. აი მაგალითად 2 მილიონი, ჰა? აიღეთ 2 მილიონი და წამოდით, რა საკეთებთ, მათ? ჩვენი არი ამბავი. მილიონი ნახევარი იყოს, საგადგებად. კი ბატონო. 2 მილიონი კი არა, ერთის რო გადამიხადოს ტრამპმა, სიტყვა ამერიკას აღარ ვახსენებ. ეგ კი არა, ამერიკანოსაც აღარ დავლებ, მარტო კაპუჩინო ლატე. თემა შევცვალოთ. საუდის არაბეთის სამთო სათხილამურო კურორტს ააშენებს და ამაში 500 მილიარდს ხარჯავს. აგერ არის თემა ჩვენია. ეს ეხლა საუდის არაბეთში აშენებენ სამთოს, ხო არიან ახლა ღირსზე, ვაგურიაში და გუდავრში ნავთობი აღმოვაჩინოთ ახლა. უდაბნოში ზამთრის კურორტის აშენება რატო უნდა მოგაფიქრდეს? ეთყობა არაბის შეიხის შვილს თოვლის ბაბუის გაკეთება მოუნდა და რაზეა ბაბაგენაც დაუყარიო და პირდაპირ კურორტს უშენო. ხო, რო იცოდე გააკეთებენ შენ. და თუ მართლა გააკეთებენ, მან კლიმატი იქნება ისეთი დაიწვებიან სიცივით. რა გამოუვათ არ ვიცი, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეგ 500 მილიარდი დადნება თოვლივით. თუ გამოუვიდათ, მაშინ შეიძლება პირველად ვნახოთ დუბლიონკიანი აქლემ. და ახალი სიმღერას დაიწერება. თეთრი რელსები, ქვიშითავე შვები და აქლემი მიგვაქროლებს წინ. კარგია. მე მგონი ამ ცოდვილ დედამიწაზე მარტო ღარიბებს არ უჭირთ. დიდრებსაც უჭირთ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ღარიბებმა არ იციან ფულის ადიშოვან და დიდრებმა ფულის აწაიღონ. აი შენ რომ მქონდეს 500 მილიარდი რას იზავდი? მე? კაი სუპრას ვიგიზრებდი რა. ისე რა სუპრა გამოდგა 500 მილიარდია, აი დედა. სუპრა ვახსენეთ და დანიაში გაქვთ უფლება არ გადაიხადოთ რესტორანში. თუ თავს არ გრძნობ დანაყრებულად, ხვდებით ხო? აქვე გეტყვით რომ მე მაგ რესტორანში შესვლამდე წინასწარ ვიცი რომ თავს ვიგრძნობ მშიერი ყოველთვის. ანუ ის ანეკდოტი დანიურად ასე იქნება, კაცი შედის დანიის სახინკლეში და 99 ხიკალი მომეცეთო, ბარემ 100 აიღეო და 100 რო ავიღო და ვნაყრდებიო და ფულის გადახდა მომიწერის. მიუგვენა მოსრებულმა დანიელმა. პრინციპში რატო გიკვირს ეგ ამბავი? აქაც გაქვთ უფლება არ გადაიხადოთ, რა თქმა უნდა თუ კარგი სირბილი იცით. კი ბატონო, ჩვენთან თუ იგივეს გააკეთებ, მაგის შემდეგ უფასოდ გაჭმევენ. მართალია ბალანდას, მაგრამ უფასოა. კი ბატონო, ახლა დავფიქრდი შენ ანეკდოტზე. ნეტა დანიაში თუ არის სახინკლი, არა მგონია. არა. აბა კი იქნებიან შივრები ეგ ბედუენი. გადადი შემდეგ თემაზე. ახლა კი თავზარდამცემი ამბავი გურმანებისთვის. აბა? თურმე აფრიკული ხიზილალა კილო ღირს $12,000. ჟაი, შეკაც ოქროს თევზი დებს თუ რა არის ასე ძვირი. 1 კილო ხიზილალაში რო $12,000 გადაიხდი და ვადა გასული რო აღმოჩნდეს. მე მართლა კი უნდა იქრა. რა იქრა, ანუ ხიზილალა? არა, უნდა იქრა შუბში ტყვია თქო. ანუ იქრა შუბში ტყვია. იმიტოა მე აფრიკაში კორუფცია. ჩინოვნიკი ბიუჯეტიდან რომ მოიპარავს $12,000 ამბობე, აი ახლა 1 კილო ხიზილალა სულ მაგისთვის. ხო არ დავიჭერთო და პატიო.
ერთი იდეა მომივიდა ჩემო ნიკოლოზ. აი ეს ხიზილალა უნდა შეუკვეთო დანიის რესტორანში. მერე თქვა არ მეყო და წამოხვიდე გადაუხდება. ისე კი ჩაუჯდებოდა კაცი ახლა. კაი ალვანის გუდისყველი. დიღმის კიტრი და პომიდორი. აბაშის კუპატი და აფრიკული ხიზილა. ოღონდ აფრიკული ხიზილადაზე შეგავარდი და დანარჩენს მე ვკისრულო პაკეტ მოვაგვარე. აი, შეც კაი ოხერი ხარ, ვინც არ გიცნობს და მონოლოგის ბოლოს ერთ კარგ ადამიანზე უნდა გისაუბროთ. ეს არის ფრანგი მომღერალი გიმსი, რომელმაც ჩვენი აჭარული განდაგანა მთელ მსოფლიოს გააცნო და კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მის ფრანგულ ნინაოს მილიონობით ნახვა აქვს. სად მოისმინა ნეტა ეს სიმღერა გიმსმა? ალბათ ბათუმში ისვენებდა და იქ არა, ბათუმში რომ დაესვენა, მაია მულატკას და მაჯანჯას გააკეთებდა. არ არის ამყოფ. არა, ისე მართლა ყოფილა ბათუმში, აჭარული ხაჭაპური შეუკვეთია და სანამ მოუტანეს ცეკვას დაუდგა და სიმღერაც უსწავლია აჭარულად. ძინგარია რაგიდა რასეთში, მაგრამ ერთი პრობლემაც გაჩნდა. გიმსმა ისე ბუნებრივად მოირგო აჭარული, რომ აი ახლა დასამტკიცებელი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩვენია. აბა, ეკერა. ფრანგებმა თურმე მოფერებით ხულოელი სულეიმანად შეარქვა. და ახლა გვარის გადაკეთებაზე ფიქრობს. იმ დღეს უკითხავს, როგორ ჟღერს აბა ერთი მომი გიმსი კონცელიძეო. გიმსი კონცელიძე, კარგია. თვითონ გიმსმა განაცხადა, ჩემი პოპულარობა ისე გაზარდა ამ სიმღერამ, რომ გიდივირიე ჯო და ხო და ისე შეუყვარდა თურმე აჭარა, პირველ ტურნეს რომ დაარქვა ნინაო, მეორე ტურნეს აბა სიმინდი ასე არქმევს მეორეს. ხო. მოკლედ მართლა იმდენი ნახვები აქვს ამ აჭარულს. სოფლიო ვარსკვლავები დაინტერესდნენ და არაა გამორიცხული Snoop Dogg-მა ცანგალა და გოგონა გააკეთოს. შეგედაცვალე, კარგი იქნება. სანამ უცხოელი არტისტები ჩვენს მელოდიებს იტაცებენ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და KB-ის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და ჟორჟი შოშიტაშვილი. მადლობა ბიჭებო და რა მინდა იცი რომ გთხოვოთ სიმღერა გვინდა შეგიკვეთოთ გთხოვოთ გაუშვას გიმსის აჭარული ოღონდ სომ გამოცლილი არ ხუმრობთ მართლა ჩვენ გვინდა გიმსის მადლობა გადავუხადოთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის და მიუძვნათ მას ჩვენებური ვერსია ბოლო ჟორჟეთ ფრანსე ასე არის რა აბაგა აჭარულად ავამღერეთ საფრანგეთში გიმსია აქეთ უნდა დავპატიჟოთ მგონი უკვე ღირსია ორი საქმე გააკეთა კარიერაც აწყო აჭარული განდაგანა მთელ მსოფლიოს გააცნო კომანსავა მონამუღ მეხსი ჩემო გიმსიო ანდრედი სან ჟორჟია ჟედემ ჩემო გიმსიო ესკე თუ შანსონ ჟორჟიენ მონ შერამი გიმსიო ათოს პარტოს არამის დარდანიან გიმსიო თბილისში ანზა ჩვენეს ეს ახალი როდია სამჭიქაში აღიარა ეიფელს რომ ჭობია აქეთ კიდევ გელოდებით ჩამოფრინდი ნელ-ნელა თვითფრინავში არახვიდე კიდე უყუდებელა კრუასანი ხინკალი ჟულიეტი კაბაბი ფრანკს თუმართან გვეკნება სულ კეიფის საბაბი კომანსავა მონამუღ მეხსი ჩემო გიმსიო ანდრედი სან ჟორჟია ჟედემ ჩემო გიმსიო ესკე თუ შანსონ ჟორჟიენ მონ შერამი გიმსიო ათოს პარტოს არამის დარდანიან გიმსიო travailler mon amour travailler
გიმსიტაში ზღირსიაო ცეკვავს ჩვენი გიმსიაო გიმსიტაში ზღირსიაო ცეკვავს ჩვენი გიმსიაო გიმსმა ხალხი ამღერა დღეს საჭარულ კილოზეო ალბათ მალე საფრანგეთში დაუკრავენ ჭიპონძეო უკაცი ხარ ჩამოდი ჩვენ არაფერს მოგაკლებთ კრუასანი მანდატოვე აქ ბორანოს მოგართმევთ საფრანგეთში რომ აშხერდა აჭარული ჰანგები სწორს ამბობენ მგელმა ჭამათხარ თხაზეო ნაკლები მისი ერთი ნამღერით კარგი საქმე გვიქნაო მთელი მსოფლიო ამღერდა ჰაიდანი ნამინაო კომანსავა მონამუღ მეხსი შემოგიმსიო ანდრედის ახჟორჟიან ჟედემ შემოგიმსიო ესკე დუშან შოჟორჟენ მონშერამი გიმსიო ათოს პარტოს არამის დარდანიან გიმსიო მოგლეთ ჩემო მეგობრებო ახლა სტუმრის ჯერი დადგა და დღეს ჩვენი სტუმარია სერიალ მიხოს და მაროს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის მოგელის როლის შემსრულებელი ჩვენი მეგობარი და საქართველოს მეგობარიც რატი ვილდიანი ესე იგი ჩემო ნიკოლოს ძალიან აგვაქვს აკვიატებული ეს სვანური ცეკვები მე და შენ და რაღაცა სანამ ერთ-ორი ლეთს არ ჩაუბატებთ არაფერი არ გამოვა მე ხო აჭარულზე სვანურ ცეკვა ვარ რატი კეთილი იყო შენი პერსონაჟი ჩვენ სტუდიაში ჩვენს გადაცემაში ეს სვანურ რაჭული წარმოშობის კაცი თელმა საქართველოს მეგრელად გაგიცნო მე მასე უნდა გვეთქვა პატა რო შემოვიდა მუჭორე მოსოჯი დოსოჯი პატენი მოსოჯი ესე იგი ამ სერიალით და შენი პერსონაჟით მაყურებელმა ძალიან შეგიყვარა ეხლა მე და ნიკოლოს კი გვაქვს შეთან ურთიერთობა წლებია გიცნობთ ამბავი მაგრამ მაინც ხდება მსახიობის ცხოვრებაში განსაკუთრებულად რაღაცა პერსონაჟი გაიბრწყინებს ხოლმე და მე რჩება და რჩება ასია და იქნებ მოგვიყვე როგორ მოხვედი აქამდე რომ მაყურებელმაც ასე თქვა გაგიცნოს როგორ მოხვდი იუმორისტულ გუნდს როგორ მოხვდი ოღონდ შე რო გიყვარს შეკებების გარეშე ისე რა თხლად 73 წელია და დაიწყე ეს კაცი გამიჩერე თუ შეიძლება ну როგორ მოხდა პირველად ჩემი სატელევიზიო ასე თქვათ პრემიერა როდესაც მე პირველად ტელევიზიით გამოჩდი არის პატას დამსახურება იმიტომ რომ ერთ-ერთ არხზე გადიოდა სერიალი კაბარე ხუთი ვარსკვლავი და იქ დაჭირდა მსახიობი პატამ შესთავაზა რეჟისორს ჩემი თავი გამსინჯეს და მე დამტოვეს რა ამ როლზე მაგრამ მანამდესაც კიდე აქსინჯეს და უთხეს ჯამთელი ხარო ზანთი სახშიო კი ამ ნაწილის გარეშე ტელევიზიაში და აქ ჩვენთან მაშინ მე მოვყვები ბარემ შენ და ტოვნა არა რაც შეეხება მიხოს და მაროს სერიალს აქაც პატა შემთავაზა მოსულიყავი და მეთამაშა მეგრელის როლი საერთაშორისო ძალიან საინტერესო ამბავია წლების წინ ესე იგი აღარ გაგეკვირდათ რომ რატი პროფესიით მსახიობია ხო და წლების წინ იყო არ მახსოვს რა ეხა რა მნიშვნელობა აქვს ამას მაგრამ სადიპლომო სპექტაკლი ვნახე რატისი რადიო თუ არ და ოთარ ეგაძის დადგმული სპექტაკლი და ეს ძალიან კარგი სპექტაკლია სტუდენტი ვარ ახალი ვზივარ დარბაზში და უკვე წამსვლელი ჩვენი მეგობრებს ვადევნებთ სპექტაკლს და უცბად შემოდის სცენაზე მეგრელი პერსონაჟი მამა ნუგო რატი ну აი ეს დაინგრა რა დარბაზი და რო კითხეს რომ მეუღლე სადარიო და კისკლაროდის ბალონი მოაქო კიბეებზე ამოდისა და აი იქიდან გამახსენდა ვიოლა გამახსენდა და აი მოვედით აქამდე და მე მგონი რომ კარგად არჩევს რა მეგრული ცხვარი სწავლობ მეგრული ცოტა ვსწავლობ ხა ტექსტებიდან გამომდინარე ვსწავლობ და
ხშირად არის ხოლმე რომ ეხლა ამისინ ტაქსით მომიწია რა გამგზავრება და დალევდი და დატოვედი. დალეული ვიყავი კი და უკან რომ დავჯექი ტაქსის ძველი მელაპარაკება მეგრულად რაღაცას რა და ბატონო მეთქი ვეუნები და კიდე გამიმეორა რა მეგრული სიტყვა რაღაც და უკაცრავად ვერ გავიგე მეთქი რაც მეუნები თქო და როგორ შენ მეგრელი არ ხარ კაცო რომელი რაიონიდან ხარ მეთქი არა ვარ მეგრელი სვანი ვარ რაჭაში დაბადებული გაზრდილი ნუ ახლა შესაბამისად ეს მე განამარტო ეს მეგრული მესმის რომ ვიღაცები გასწავლიან მეგრულს მაგრამ ნუ შესაბამისად ახლა რომ გამოჩნდი ამდენხანაც იყავი მაგრამ ამ სერიალმა უფრო გაზარდა შენი ცნობადობა კი დარწმუნებული ვარ ხო ამ ამბავში ერთხელ ჩავედით გქონდა კონცერტი გქონდა მე და ნიკოლოს ეს სერიალი ახალი გამოსული ალბათ 4-5 სერია იყო გამოსული რატი გვახლდა და ბავშვებმა მიირბინეს და თქვენი სარა ხართო მოგელიო და მოვიდა ჩემთან უყურებსო ყველაო კუჩაში რომ მიწევს გასვლა ხან ბავშვები ხან მოზარდებიც თქო რომ სულათი გადავიღო რა მათთან და შენ იღბალი გაქვს მე ძირითადად ბებიები მთხოვ მე ნასვამი კაცები მოხდა ესეთი ფაქტი რა რომ ნასვამი კაცები მთხოვე კარგი ხო და მოკეთ მოხდა ესეთი ფაქტი პატარო ტელევიზორში გადიოდა რაღაც ცირკი იყო ჩამოსული ჯგუფი რა რომელიც რეკლამა იყო რა და ბავშვებმა თხოვეს ჩემმა შვილებმა რომ მამაო იქნება წაგვიყვანო რა და ავიღეს ბილეთები მაგრამ ძალიან მაგარი პახმელიაო რა ერთზე ვარო არ წავიდე მაგრამ ახლა შვილებს უარს ვერ ვეუბნები ახლა მოგეხსენებათ ეს ცირკის კიბეები ასასველი ძალიან ისეთი აკიდებული არის რა და პახმელიაზე ახლა ასვლა ისა და მოგეთ როგორც იქნა ავედი სიმწრით ავედი ჩემი შვილები ესე პავსხეში ჩაკიდებული და მივადექით ცირკის შენობას რა და ცირკის შენობას აქვს ესეთი საფეხურები რა სანამ შენობაში შედიხარ და აი აქ ესე დგანან შესასვლელში დათვი სპაიდერმენი მთელი ტურა და ესე შემდეგ რა ფორმაში არიან გადაცმულები რა და გელი ტურა მე რომ მივედი ახლა ბავშვმა მთხოვა პატარამ ჩემმა ნიკოლოზმა რომ მამაო თუ შეიძლება სპაიდერმენთან გადავიღებ სურათს და მე თქვი კი მეთქი და ხა რა ხდება სურათს რო იღებ მე იქ ბეჭდავენ ფულს იხდი და რაღაცა ცოტა თავისი მცირე ბიზნესი აქვს ამ დროს ვიღაცა მოდის ჩემთან რა პატარა ბავშვი და თუ შეიძლება ბატონო მოგელიო თქვენთანო სურათს გადავიღებო რა მე თქვი კი შვილო დავდექით მეც ისე მომიწია რომ მე მომიწია აქ დადგომა რა და თვიტურა მელა მგელი სპაიდერმენი და მე ვარ კარგია თან საფეხურიდან ვერ ჩამოვდივარ იმიტომ ერთი სურათი რო გადავიღე მე მეორეს მოვიდა მე მესამე დედებით მოდი ზოგი მამებით მოდი და ჩემში შენთან უნდა სურათი გადაღება და დგავა რა აქ რა და ერთი სურათზე ბავშვებმა ხელი გადახვეული ორი ბავშვი მოვიდა ეტყობა დაძმები იყვნენ გძნობ რომ ვიღაცა ხელზე მირტყავს რა და გავხედე და დათვია გამოვიდა იქიდან ჩემთან რა და ესე ხომა აქ ეს ხელი გადახვეული და ყური მომიწია ყურთან მომიწია და გვაცადე რა მუშაობა ხოს შევი რა ცირკში შევი რა თუ შევიღა კარგია მაგარია რატის მონაყოლი რატომ მიყვარს იცი ხა მართლა მინდა ტელემაყურება უთხრა რომ სტუდენტობიდან მეგობრებო უცნაურად ყვება სად უნდა გაი სადაც არ არის ისტორიაში გასაცინი იქ აკეთებს აქცენტს და იქ იცინის და კარგი ისტორიები აქვს და პირდაპირ მინდა რომ გადავიდე რა რომ აი ძველი ახ სტუდენტობა რომ ახსენეთ და მთელი ამბები აი სტუდენტობიდან გაიხსენე ხედი მაგას ნუ გამახსენე რა ოქროს ხანაში მინდა უთხრა ტელემაყურებელს რომ სულ ჩხუბობდა აი ხო არიან ადამიანები რომ ცხოვრებაში ორჯერ მოვიდა ჩხუბი ამას თავისუფალი დრო აქვს მარტო მოსაყოლი დანარჩენი სულ ჩხუბობდა რა და ეხა ძალიან წყის ხოლმე რომ მისი პერსონაჟი ამ პოლიციაში რო რეკავს არ გამოვა ეს მე მგონი კარგად მოკევი რა ის რამე კაი გაიხსნა სტუდენტობა ოქროს ხანაში მოუწია სტუდენტობა 90 პერიოდი იყო ოქროს ხანა იყო სწორად აღნიშნე ეგრე აღმაშენებლის ერთი და მეორე 90 ესე იგი გაჭირების პერიოდი არის მთელი რუსთაველი არის გადადუღული რა და მაგ დროს ხდები მსახიობი ამ დროს ხდები მსახიობი სტუდენტი ვარ რაჭიდან ჩამოვედი
ქალაქი პირველად არა დააბნი ახლა მაყურებელი სვანია მეთქი და რაჭიდან ჩამოვედი აუხსენი კარგად მოკლედ მე სვანი ვარ და დავიბადე რაჭაში ამბროლაური ერთ-ერთი პატარა და ლამაზი ქალაქია იქ დავიბადე სკოლაც იქ დავამთავრე და სკოლის შემდეგ წამოვედი თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებად რა და რო ჩამოვედი კარგად აუხსნა მე გეტყვით რატი მეგობარია ხე ჩვენ ვისვამ კარგად მოკლედ წარმოშობა გვარიც გეუბნებათ რომ რატი ტვილდიანი სვანური წარმოშობა მაგრამ რაჭაში დაბადებული და გაზრდილი დედა ხო რაჭველი კი დედა ყავს რაჭველი ეს უნდა თქვა და მოვიკითხო ჩემი უსაყვარლესი დედიკო მოკითხვა აი ხარე მალე ეგან სანამ შენ მივხვდებოდი მაგას ჩვენთან არის რატი არის ნერვიულოთ კარგი ვაცალოთ ახლა ხო გადამუგული რუსთაველი მოკლედ მანამდე ვიყავით ის ჩამოსული სხვანაირი მახსოვდა რომ ჩამოვედი გადადუღული არის რა ასე ვთქვათ რაჭულად რო იტყვიან პარლამენტის შენობაში ზარბაზის დაფეთქებებია ქუჩაში ავტომატით დადის ხალხი და მოკლედ არც ტრანსპორტია არც საჭმელია არც სასმელია და შენც არ ახართ რა ძლიერი ოჯახი ხო ძლიერად არ ვიყავით ეხლა პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი და რას ისი საშუალებაც ჰქონდათ ჩემს შორევს გამომიგზავნენ და მეორე დღეს პატამკიცის რუსთავეზე საღვეზელე იყო თეატრალური ინსტიტუტის წინ და იქ თავდებოდა ეს 2 კაპიკი რაც მოდიოდა რა ოჯახიდან და მოკლედ ხან ბიჭები მეხმარებოდნენ ხან გზის ფული არ მქონდა ფეხით მივდიოდი აუ რა მისწორდებოდა იცი რა ტროლეიბუსი მისწორდებოდა სავსე რო იყო რა რატო იმიტომ სახურავებზე ავდიოდით და იქ ფულს აღარ მახტევინებდნენ უბრალოდ ერთი შიში მქონდა რომ დენს არ დაერტყა მაღალი ძაბვა იყო რა ხო და ერთი მაგ ისტორიაში ისიც კარგია როგორ მოხდი იქ სადაც ქირით იყავი აუ ქირით მიჭიდა სიარული რა შოვლემა მიშოვეს ბინა რაღაცა ძლივს გაჭირვებით და მოკლედ მივდივარ გზაში და სამარშრუტო ტაქსი იყო და ის ძღოლი მცნობდა იმიტომ სულ თეატრალურ ინსტიტუტიდან არ მივდიოდი ან თეატრალურთან ვაჩერებდი რა ბიჭო ერთი დღე არის მივდივარ და ფული არ აქვს ფული არ მაქვს მაგრამ ვიშოვე ფული რაღაცა მანეთამდე რა თუ 50 კაპიკი იყო აღარ მახსოვს მაშინ და ბიჭო მივდივარ და გონია რომ უკვე ღამეა და ვინ უნდა შემხვდეს ახლა და თან შიშო რომ არავინ შემხვდეს იმიტომ რომ მეტი ფული არ მაქვს რომ გადაუხატო რა მაშინ ძალიან ისე იყო რა ხო და ბიჭო მივდივარ და დავინახე რაჭაში სოფელში ჩამოდიოდა ჩემთან ერთი გოგო მომწონდა და იმანაც იცოდა რომ მომწონდა მაგრამ ახსნილი არ მქონდა თლად კარგად რა მაგრამ ეს იცის რომ შენ იცის რომ მომწონს ხო და ბიჭო რო დავინახე კი გამიხარდა მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ ფული როგორ გადაუხადო იმიტომ რომ ფული არ მაქვს რა ერთი გაცავდა და მეთქი რა გავაკეთო ამოვიდა ანუ მარშრუტკაში მარშრუტკაში ამოვიდა ხო და ახლა ვფიქრობ რა გავაკეთო და სანამ ამოვიდო და მანამდე ვფიქრობ უკვე რა უნდა გავაკეთო და მეთქი ერთადერთი გამოსავალია ვითომ ძინავს და ფანჯარას მივადევი და ეს მივაწექი რა და თან ცოტა ისეთი რო არ ყოფილიყო საეჭო ხო თან ლაპარაკობ ვითომ ხო სადა ხო გამოდი რა ნახდათ თან ფრინვას ამოუშვდა ახლა თან ჩუმა თვალს გავაპარებ ეს გოგო წინ და მიყურებს არ მიყურებს მოგეთ რო ჩავიდო და მე ჩავდიოდი რა და ამით ამოვისუნთქავდი რა ანუ ხშირად ხდებოდა ეხლა მეორედ ცო მივდივარ კიდე და მე ვფიქრობ რომ მეთქი არ შემხდეს მაგრამ ვფიქრობ რომ ორი ადამიანის ფული მაქვს და თუ შემხდება კაია რაღაცით გამოვალ რა და დავინახე ბიჭო დგას აუწია ხელი მარშრუტკას და გააჭერდა მე ვთქვი ეხლა მაინც გადაუხდი მეთქი რა დედამისი ამოყო ორის ფული მაქვს სამი ფული არ გამოდის ხო არ გამოდის ავდექი და ეხლა მეორე ფანჯარას მივეყუთე ძინავს თან ჩუმა თვალს გავაპარებ ესე ჩავიდნენ არ ჩავიდნენ მოგეთ როგორც კი ჩავიდა მე მეც ჩამოვედი ბიჭო ერთი დღე არის თეატრალურში ახლა სულ ისეთი პერიოდი იყო მაგრამ მაინც სვავდით ახლა ვახერხებდით რა დალევას და კაი ნასვამი ვარ რა რაღაცა სიყვარულის ხასიათი რომ მოგაწובה ხო იცი და მივდივარ და მეთქი ახლა თუ შემხდება მეთქი რაღაცას მაინც ხო ნასვამი ხარ გაბედული ხარ რა და ბიჭო დავჩეკი და კიდე გაჩერებაზე დგას რა ეს კენ ცხოვრობდა ერთი მიმართულებით მივდივარ გავუჩნისა რა ქვია აუწია ხელი მარშრუტკას და ბიჭო გამახსენდა რომ მე მგონი ფული არ მაქვს საერთოდ აღარა მაქვს ფული ისევა რასული მარშრუტკაში ეხლა ესე მეძინა ეხლა მეთქვი რა უნდა გავაკეთო ნუ ნასვამი რო ვარ ესე გადავაგდე თავი ესე ძინავს რა და ეხლა გავაპარე ჩუმა თვალი გავაპარეთ და
ბიჭო, ხედავ რომ ეს გოგო მოდის და მეთქი ხوار დამინახო რომ თვალები მაგ ახლა და ისევე დავკუჭე და ესე ვარ. და ბედზე მიტყავს. რატი გაიღვიძე შესაძლოა გავთხოვდი უკვე ნუღა ნერვიულობა. რაღაც ეხლა ამ თეატრალური ინსტიტუტის პერიოდზე ჩამოვარდა საუბარი ერთ მაგარ ფაქტს მოგიყვები. აუ თელეწვალობდი ხო? მაგრად ხო? გადადუგული რო არის ყველა. გადადუგულია ხო და არავინ არაფერი არ დადის და ძმაკაცი ცხოვრობდა სვანეთის უბანში. სადმე ყოლებოდა ეხლა. ხო და დამპატიჟა რომ 12-ისთვის ამოდიო რა. ახალი წელი დგება და 12-თვის ამოდიო. ბიჭო, ბამბანერკა არ იყიდება. კიდევაცო ფული მქონდეს ბამბანერკა რაღაც არაფერი არ არის რა თბილისში რა. პურიც არ არის ხვაზე ხარ და რა გავაკეთო. ერთი პარმენა იყო, დაცვა იყო იმაში, რა ქვია, თეატრალურ ინსტიტუტში რა. იცით, ბეგრელი იყო სხვათა შორის. და პარმენ მე ვთხარი, ეს ნაძვის ხე უკვე აღარ გჭირდებათ და მე ვთხარი, მე მომეცი მეთქი წავიღეთ ხო და ვიფიქრობ ეხლა რომ სად იყო ეს ნაძვის? თეატრალურ ინსტიტუტში იყო სცენაზე იდგა და თან რა მინდოდა იცი რომ ახალ წელს მეთქი სცენაზე დამებედება რომ სცენიდან არ გამომიშვებენ მეთქი რა და იქ მიხვედი? იქ თეატრალურ ინსტიტუტში ხო იქ ვათენებდი კაცო ღამეს კაბინეტი მქონდა ჩემი მძინავ და იქ ხანდახან იქ ვჩებოდი ხო მე და ერთი ჩემი სვანი მეგობარია და კიდე რამოდენიმე მეგობარი მე არ ხო და ვიჭო მოვკიდი ამ ნაძვის ხეს ხელი მაგრამ დიდი ნაძვის ხე არის ესე ამ ხელა ნაძვის ხე არის ხია და მაშინ რა იყო იცი ახლა რა გედეი და რაღაცები რო არ მაშინ არ იყო რა გედეი პური არ იყო რა გედეი რა და ანუ ცარიელი ნაძვის ხე დგას ცარიელი არ სათამაშოებიც არ იყო და პროსტა ბუშტები კიდია ბევრი რა ხო და მეთქი ხეცარიელი რო არ მივიდე ოჯახში სვანი მოვკიდებ ამ ნაძვის ხეს და მეთქი ნაძვის ხესთან ბუშტები აქვს და ბუშტებიანან მივადგები და ახალ წელს მიულოცავ ხავს და რო ჩამოვედი გაიგე ხაშვეთისთან რო ჩამოსასვლელია რუსთავისთანაც რო გამოცდი ჩავდივარ ესე კოლმეონობის მოედანზე და დავინახე რომ რეიდი არის დიდი რა ედრიონი გვარდია რა ყველა იქ არის და პეტრიარძევი იარაღები პულიმეტები კოლხოზნიგზე არის თავზე დადებული რა ვიცი და მეთქი ბიჭო ეხა ძალიან ასვამები არ ყავს შარი არაფერი ავიკიდე და ცოტა გვერდს აუული მე ეთარე ნაძვის ხე გიწ ეს ნაძვის ხე ესე მაქვს ესე მივდივარ კაი შრომის გმირივით ამაქვს რა ეს დროში რო შედიან ომში ხო იცი და ბიჭო მეთქი აული გვერდს ეხლა ამას რა და ჩემ ბედად ბიჭო ერთი დიდი ბუშტი გასკდა იმ ხელა ხმაკდა რატო გასკდა წიწი მოხდა იმის რა ქვია ნაძვის რომია გადა კომპიუტერ წიწი მოხდა ისეთი ხმა ქონდა შეძბობას მიცავარ მე მგონი იქიდანაც მესროლეს რა ქვია ანძაზედაც იდგნენ ფუნიკული ორზე რა და რო დამიშვეს ავტომატი პულიმეტი და შიშისგან კაცო შიშისგან გამავიზარო ნაძვის ხე მაგდა კი არ გადავაგდე ბიჭო ჩემი ნაძვის ხენა მირბივა ეს წიწები მეყრება იმაზე ეთქობა მომიცხრილეს იქ ხდება ხოდა რო არ ბივარ ეხა ბიჭო შიშისგან ვეღარ გავუშვი ამ იმას და დამავიწყდა კაცო ნაძვის ხე სულ დამავიწყდა და მაგრად ამაკ ჩაკიდებული რა და გავბივარ ზევით ახლა რიოკითა ვარ იმაზე რა ქვია სვანეთის უბანში და თან ბიჭო სოლების ხმა მესმის და მე სოლების ხმა რომ მესმის მგონია რომ მომდევენ და თუნე ბუშტების ყრება კიდე წიწვები და რამდენი გასტება იმდას მოუმატებს ხარ გავბივარ რა ბიჭო როგორც იქნა ავედი მაგრამ მე რა მქონდა იცი გათვლა მქონდა რომ მეთქი ავალ ნენერა აღმართია ფეხით და ერთი საათი ნახევარი დამჭირდება თუ და ავედი ნახევარ საათში რა და ესე შენ არ არის ახალი არ არის ახალი წელი რა 12 საათზე ხო უნდა ყოფილიყავ და ავედი 11 საათზე რა და გოგიტა მეთქი ჩემს მაგაც უძახი რომ ის მეთქი გამომხედოს კარები ჩაკეტილია რო დამინახა ნაძვის ხი დებუშტები დაცრიალებული არა ბიჭო ჯერო ადრე კი არა ბიჭო კიტოვანი მომდევს შემიში სახლის კაცი ხარ მეუღარ დამანებე თავს კიტოვანი მომდევდა კოლხოზნიკით იყო არა ის იყო მაგარი რა გზადაგზადოს კეთებოდა და მე რომ უმატებდი სიჩქარეს რა მაგარი კარგი რატი მინდა ასევე ქორეოგრაფიას შევეხო მასწავლებელი ხარ ცეკვას ცხოვრება ცეკვავ კი მე რაჭაში დავიწყე ცეკვა მამასთან ცეკვავდი ანსამში მე თბილისში ოდესაც ჩამოვედი ანსამ მხედრულში ვიყავი იქ ცეკვავდი შემდეგ მამის გარდაცვალების შემდეგ სანამ მამა გარდამეცვლებოდა
მამამ თქვა რომ ეს ანსამბლი როგორი არ დაშალოო რამე რომ მოხდეს არ ვიცი რაღაც წინასწარი ქონდა ცნობა და შემდეგ ის იგივე ანსამბლი რომელიც მამა ჩემის სახელის ანსამბლი იყო ის ანსამბლი გადმოვიტანე თბილისში და დღეს არის ანსამბლი თარიკონი კარგი სტუდია არის კარგი თაობა მოვიდა წელს ბავშვები ხა მოგენის მერე როგორ მაგარ რაღაცას მოგიყვები აი ახლა ბიჭებმა იციან და თქვენც იცით რა ქართულ ცეკვაში არის 8 სათვალავი 1 2 3 4 5 6 7 8 და ისევ ჩამოდიხარ 8-ზე და ახლა რო პატარებ მე ვერ გავიგე მაგრამ კაი ხო ისევ ჩამოდიხარ ახალ 8-ზე რა ისევ 10 1 2 იწყებ ხო 8-ზე მთავრდება და კიდე მეორე 8-ს იწყებ ხო და ბიჭო ეს რო ყავს ძელთან ბავშვები ვამუშავებ და ვინაიდან ახალი მოსულები არიან, ჯერ მუსიკასთან მაინც მისაჩვევი არის, რომ რითმი ჩააჯიროს. აი, ხო უთული ახლა 1 2 3 4 5 7 8 ტექნიკებს, ხო. ერთი სხვა ენაზე მელაპარაკება რა. ბავშვი რა, მე რო უთული ისიც საუბრობს, მაგრამ სხვა ენაზე მელაპარაკება. დავაკვირდი ახლა და ეს ბავშვი ხო დგას ერთად და ესე მუშაობს. ართი, ჟირი, სი. ბიჭო, მეგრულად თვილი ის და მე ვთქვი, რა საკეთებთ კი ნიკო თქო და მოგელი ხარ ხომ? მოგელი იმიქა რომ შენ მშობლიური იმაზე და მე ვთქვი, ვასიამოვნებო რომ მასწავლებლებს მეგრულად დაველაპარაკებდი და დავითვლიო და რატო ხა შენ თიშვილი ხარ მაინც? კი 30 წელზე მეტია თბილისში ვარ, მაგრამ თვითონ მაინც ვერ ჩამოვედი. ძალიან კარგი. ხო და რამეს ხარ წაგვიკითხავდი ლექს როგორც მსახიობი სანამ აქ მშვიდობებით ისტორიები არაჩვეულებრივი იყო. აი ერთი ძალიან კარგი ლექსია არის მიყვარს განსაკუთრებით რომ დავლევ მაშინ და სიყვარულის სადგეძელო როცა არის მაშინ ვამბობ ხოლმე ამ ლექსს რა. ისმეთ მძულს წვიმიანი ამინდი ეს რა ნაღველი შამყარა წაკიყვან წინ გადამიდგეს შენი შეშლილი ქვეყანა მამტრიონ მლეწონ მიტირე მაგაზე როდი ვჯავრდები მერე ო დედას გიტირებ აბანო შეგიყვარდები მაინც გაურია ის თავისი შაქრია აი ჩაძაბა შენაკ დაუჩოქე ღრიტინე გავაყევი ზოლა რას აბა გაგლეწავ ერთი ეგრე კონკრეტულად უნდა დაამთავრო და კონკრეტულად ხე ხელუგუღმა თუ არ შეგიყვარდები განახე მაგერო ჩემო რატი მადლობა პირიქით მადლობა თქვენ პირიქით მადლობა ფორმატებები ძალიან არაჩვეულებრივი იყო და მიხარია როცა რაღაცა ესეთი ჩვენთან ამ ბოლო დროს მსახიობები მოდიან და თავის ასე ვთქვათ ვაძლევთ საშუალებას რომ თავისი მიჭიერება გააცნონ მაყურებელს და ყოველთვის ესე ვამთავრებთ ხოლმე რომ ამისთან ბიჭები ყავს ახლა ქსოვრელები სტუდიაში და სიმღერა გიყვარს, კეიფი გიყვარს, დალევა გიყვარს, ნუ ბევრს ვერ სვავს, მაგრამ უყვარს დალევა. ნუ ცეკვა რო უყვარს და რამეთი ხوار დაამთავრებ შენ ვარება. აი, ჩვენს ბიჭებს თო თაზე გადმოვალ ერთი თუ შეგვიძლია და აი, ვიბძანდი. მოკლედ ჩვენი სტუმარი იყო რატი ტვილდიანი, მოგელი და ვემშვიდობება სიმღერა. სიმღერა რატომღაც ზღვაზე რო ემღე რა ახლა. ფანტასტიკა. შენ თუშის გალო დოლებში გეძებ გადარებული თვალები ბრიალა შენ თუშის გალო აშიამალ შენ სანახავად იქნებ სიმღერით შაგეთმიანო არადამე მალო თისბედო ბალო თუ ცოტა მოსვლა დავაგვიანო არადამე მალო თისბედო ბალო თუ ცოტა მოსვლა დავაგვიანო
მოსვლას გილოცავთ, ქართველებო! აი დედაუტირა, მოიდა გიჟი მარტი. ეგ არის. ბაბიჯო, ჯერ გაზაფხული სამასარა ვერია თქო ზამიადა. გავდივარ ისევ გალიგული გასწიფული. არა იმედის დაბერწკალი გაჩვენა. მოდი გადავიტანეთ ეს ამთარი გარავაგორე. აიცა შეიძლება სახსრება ხო შაღონაგული რა. როგორი გიჟი მარტის თვია, გაიგეშენა ეგეთი გიჟური ამბები უნდა მოგიყვეთ დღეს ამაშა. მიხო, ო, მიხო, ბიჭო, ვარდო იყო მოსული შენ გეძებს. რასო? ხო, რა უნდა მაგას არა აკადემიკიდა კაც მე გურჯანზე ვერ ვიმღერებ ეხლა. მე რა ვიცი რა უნდა, გინება უნდა ალბათ, რა ვიცი, აბა. ხო და გაიხედე მერე შენა კაცო, გაგინოს რა. რამდენჯერ აგიტანია ეხლა და ერთხელაც აიტანე ჩემი გულითვისა. მაგი სახში არ შემოუშა, რამოდენად ტოტყებია, ვერ ხედავ. ერთი ხელი თუ გრავს ტაშა, მაგარო ვამგრას. მაგი თუ გადაკრა, მაგან ერთი კვირა იული. რასამო? თაზოლი. რა უნდა? რა უნდა, კაცო? წინა გადაცემაშიო, რო დამპირდაო, რომ ამღერაო თელავზეო. და გურჯანზე რო უნდა ემღერა თვითონაო, სად არისო, სად გაქრაო, რატო არ ამღერისო, კაცო? უთხარი დაიღუპოთ. ო, მემრე. არ დაიღუპათ ფადა. ან საქმეს დაურეკეს და ო, ეგრე შეიძლება, ო, რავი, სადმე რომ უნდა გავქრე ფაქტი. ო, უთხარი კაცო, მარა ავქენი, მაგრამ აი მაინც მოვიდა დღეს ხო ტელევიზორში იქნები და დაგინახავს და ვეღარ დაემალები უკვე, სად გაიქცევი, აბა? ო, ეგეც მართალია, ო. ამჭირს მე გასაქცევიო, ჰა? ეგ ღამაკლია ეხლა ჩემი სახელიდან სადმე გავიქცე. დიდი ბოსელში შავიმალო 1.25 პიტერნა ეგ არის. მართალია ჩემი ზამი. არა ბიჯო. ჩემი მიყოი, არ მიყო სიტყვის კაცი. ო, რა კლდე. კლდე. ო, ვადა იმღერებს. ჰა? რა თქვი? არაფერი, კაცო, ეგრე ჩემთვის რაღაცეებს შაშინებულ გულზე ვიძახ. ხო და ზეთუ მიყოია, თქვა და იმღერებს, არ უნდა მაგას ბევრი ლაბარაკი. ხო, მოკლეთა რეგიონალურ ამბები მივხედოთ ეხლა, მე როგორც კლდე და სალი თანაიგრევ დგევარ. სალი კლდე. დგევარ. მიდი მიხედე, განა მომგენდარვი პირიმიშნება შიცსაკა. ხო. ვა. ხო. დავიწყებ, ხო, დავიწყებ, მაგრამ ენა ვერ ვატრიალებ და შენ დაცაწყებია ეგა, მიდი. დავიწყებ მეთქი, კაცო, მაგრამ ვარდო შენ გეეცი პასუხი რომ მოვა. მიდე ვარდო, რაღაცნაირი უცნაური სახელი იქვია, რა. გონია ვარდო უნდა მოიდეს და მოდის ეკალბარდი. რა უნდა ვარდო, მოდის ფართო. რა სერია ბიჭო, გადავხედავ რა. არ მიხდე სათვალე უნდა გაიკეთო, რო ვერ ახედავ, უნდა გაიკეთო. რამდენია გადაცემა, გეუნები, შენი ნერვები მოშალამინდა კიდე ისედაც აკოყენამ რომ დაბალ გაზდევარ ერთი კვირა. გამაიხედე, არ მიხდება, კაცო, მაბერე. უაჭკებო ხატავს რაცო, ბრა, ტაში. ჭყიდე მაშინა თვალები ჩემსავი ჩაშინებული და იყავი ეგრე, კაცო. მიდი რამე მაახერხე ეხლა. დაიწყე ჩემადაია, რა გვიდაიო, რა წარია ახლა. რაო და მსოფლიოშიო პირველადაო გამაიგონეს ისეთი რობოტიო, რომელიცაო ობს გამოყოფსო. ჩემსავი თვითონ იგე? რაინა. მათვით რამე არ გაცივდეს, ეგ ჩემი საეგა. ეხლა ეგ გვატარებინეთ კიდე ხელოსნებთან არა? მაიგონებენ რაღაცასა, მაიცა თუ ძმახარ. რამე დასამალი არაფერი აქვს მოგონებული, ამაცა იკითხე კარგად. არა, ბიჭო, გაიწევა არის აღლიცირო, რობოტი ოფლი გამოდის. რეები ხდება ქვეყანაში. ნიორის ეყარება მაგა. ერთი სახუმარა. და გირება და პოყენი იცი. ხუმრება შენ არა გენაღოლებაიო. ნეტა ერთი რა ვენახში რომ მუშაობს, მაშინ იუფლება თუ უბრალოდ გამოყვებს ოფსა. მარტო ოფლიანი რობოტი რა ოხრობათებინაიო. საქმე თუ არ გააკეთა. იმედია წვინდლები არ გაიდი, მაგი დედა და კიდე ეგრე მაჯით არ იხოც ამის. რა მაცინებს, მაგი დედა ვარ. მერე ბაბის მირე, შეგადე ახლა, შეგადე, რა შენ უბედო რო ახლა. მერე იბადებს ეს ოფლიანი. დემართება მოკლე ჩართვა და მიხარე და რა. მიხარე გაგალი. აჩამახებენეგენი რაღაცასა. ო, ალბათ. ოფალი არა ისა. ეთყობა სალნიკები და უშვებს ზეცა ეგა რობოტი. ოფალია. გადავიდი მიდი სხვა თემაზე. ოფალიანი რობოტი მინდა ეგეთად გაოფლილი ვარ ერთი კვირა აი მალე იქა. ვარდი. ო.
სულ სათნო სახელი მეგონა, რომელსაც სახელი ყოფილა, მაგინე დავატირე. ეხლა რა ამბავი აქ არაო? იტალია, ხო, გვაწვდის. იტალიაშიო ხელოვანის უხილავი ქანდაკებაო $18,000 გაიყიდაო. ალადეც. რაო? უხილავიო? უხილავიო. ხო, აბა ფოტო გვაჩვენეთ ერთი რა. ეგე ფოტო ხედამ რამ რა ვიცი რა მე ვერა. უხილავია ჭეჭემისა რას დაინახა. ეც მე ვერ ახედავ. დოუნახავი კაცი ხარ და იმიტომ ვერ ხედავ. დოუნახავი რასაკია? არ ქანდაკებას რო კაცი ვერ დაინახავს. მართლასა და ეს დედას საწვავი. კაცო, აი ეხლა რა ხდება? ეხლა ვერაფერი გავიგე მართლა. შეგიდე რა გჭირჩებოდაია. ყიდველს რო დაურეკავს სადა ამდენ ქანდაკებაია. მე რო ვიყიდე ისიო და მოგიტანეთ კაცო ზალაში არ გიდგასო და რატო ვერ ხედავო მე და უხილავია შევალა რამდენი მოიბაზრე რა მაგარი ნიუსია ეგა არა და ქურდებუნდო და თურმე მაგქანდაკები მოეპარვა გაიგე და ვერ მიაგრე სადიდო ეს ვარდო კიდე ყველგან მაგნებს ვიყო რა უხილავი არ შეიძლება ეუჩინმაჩინის აროიყო დაიფა გაიქრინა მაიხედე ბიჭო საწყალი მყიდველი კიდენე იხვეწებოდა თურმე რომ ის მაინც მითხარითო რისი ქანდაკებაო ცოლმა რომ მკითხოსო რა უთხრაო კაცო იგეო ახლა დავბიგდი და რო ვდგავარდა ანაბრებს რო გავყვირივარ ჩვენ რატო არ დაარიგესო იქნება დაარიგეს უხილავი ის მაგადაგება ზაგიბიგრეთ მაგას მე გადამ შენ ჯერ არა ახლა დავფიქრდები ახლა ვიდი შენა შემდეგი თემა გამოუჩიტოვიჩ ხო ხედავ ენას დამბლაკობელები მაქვს რა შეგვილებ ხარ შეგეშალა რაღაცა რომ ჩემეშალა ფაქტია და რა არის არ ვიცი მასალე დევისღე მაშინ მოვიჭი უარდო იდრა ნიუზ პეიპერზე თურმე რა ხდება შეხედი ხა შენ ინდოეთი აი სად გადამაგდო აი მე იყოს ნუგაია სიტბოში გადავიდეთ პატარა $1,000,000 გადაუხდის პირს ვინც 5300 წლით დათარიღებულ ნაწერს გაშიფრავს მიდი გამოუშვი მიდი იო იქნება გამდიდე და გავქრი აქედანა კაი აბა ნახე აგერ ფოტო მიდი ფოტო მიდი ჯო მაგე გაშიფრვაი იგე ხარი ხადია იქვეა ხელსაწყოები ესე იგი გუთანი მოხანი ყანა დათესე პური და გექნება საჭმელიო კაცო ეგ არის იგე არის ხამიხოია გაშიფრავი გავდიდი გორია ეწამევიდა $1,000,000 გამამივიდა ესა გამშიფრავი ჟორ ზაქარას მეტი რაფერი არ წაუკითხავს რა უნდა გაიშიფროს ამანა გადიმიდი მიხედე ის დარტყმული ვარდო არ შემოგვივარდე შუა ჩაწერაზე რო დამიჯექი აქა მიდი ეხლა დამიცავი ო გავალ კაცო გავალ მაგრამ ეხლა იმოდენა უტურუკი რო დამხვდეს ეგ რანაირად მოვიშორო თავიდან კარებში ჩაწექი რო არ ბოსტანი დანაღმე რა გენაღოლება ჭიშკარზე დენი მიაერთე სადი რამე მაიფიქრე იჯო რასი ძახდი ჩიტოვი ჩემ მაინც მითხარი მიდი ეხლა მიდი აბა ჰა გავშიფროთ მიდი ჰა ვიჯი შეგადე დააკვირდი ეხლა შეიძლება ხوارები მუღურებს ახლა მოდი ეხლა მილიონის ამბავია ეხლა აბა რა უნდა მაგის გაშიფროს თავარი არის ანტიკური ისტორია იცოდე ერთი ორი კუტარიენა იეროგლიფებს ცნობდა და სულ ეგ არის ამი მიდი გამოუშვი იციეგა არც იმათ არ იცია უთხრათ ჩვენ რა მიდის კაცო ო და მაგინდოელებმა კიდევ ამბებს რომ ფანტავენ აქეთ იკითა იმ თავიანთ ხალხს გადაუხადონ ეგ ფული კურიერები რო აქ აგზავნიან და დამტანჯეს მაგათი რაღაცეების ლაპარაკითა ფინგალ შეუკვეთა ვერ გავიგე მაიტანეს მიიტანეს გზაში არიან ავარია ნათლობა ვერ გავიგე შეგედაცვალას არ ჩამოაყალიბა ხო მოვისვირე ამის გაშიფრვა ზამია რო აგვირე არ არის ადვილი ეს მასა და დავანებოთ თავი შევეშვა შეიძლება დაიცა კაცო დაიცა რა უნდა იყოს ეგეთი დააბრუნეთ აბა ეგა სურათი დააბრუნეთ აჰა ხარი ნაღდათა ხატია ესე იგი გუთანი არის ეგა ფოცხი
ადვილია. ჩაიწერე შენა ბიჭო, ანუ გუთანი ხნა მინდორველებს. რაც გაყურიყო არა ხელებს. თუ არ მოსავალიო, აი არეულია, მაგრამ რაღაც ყველაზე იწება ფაქტია რა. ეგ არის. მიდი შენ ანგარიშზე გადმარიცხიდე ფული. მე ჩამამაჭრია 20 ლარს და არ მინდა, მიდი არ არიცხიდე. შეგეიხარეო, არა უშედით ვიო, არა უშედით. დაიცა, კაცო, დაიცა, სად მიდიხარ? აი, ხალო, გამიდი, გამატა. ჩაწერა მიდის. სად არის? ვერ გავიგე. დაიცა, ხალო, დაიცა, ხალი ხარება. ეგრე სად არის? კაცმა თავით ეგეთა დაყოფილა. სიტყვა არ უჩაათრულო, ბიჭო. დახე, ვინმე ვიდა, ვიო. რა ვახარ, ვარდენ ბატონო, სად ახარ? ვარ კი არა. გადაადებ თავს და მიდიხარ, რაღაც აღვედი იმ დღეს. ვერ დაელოდე ჩემი ხოს. მეწავედი, ისე მეწავედი, თუ ეს წავიდა, ჰა? კარგარ მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ რა მნიშვნელობა გახლო? ახლა რა შეგაწუხა? ჩემო ვარდენ, რაშია საქმე, მითხარ, ზემედამი. რაშია საქმე და აი მან ეხლა გურჯანზე სიმღერა როდეს უნდა იმღეროს, ჰა? მე რო ვიმღერე ეგრე სად არის, ძმაო? ამა? გურჯანზე. გურჯანზე. ვინ უნდა იმღერო? შენ როდის გინდა შედა ეგ ამბავი? როდის გინდა ერთი უყურე, დავადო ერთი ცალი რაღა. როდის მინდა და ეხლა მინდა გაგიჟებულები არიან ბიჭები, გახეთქე ტელეფონი, აგე რეკამე. ბურჯანელებ რა პასუხი უნგაიცე შენ? მარა სიზონ, მოდია კაცენა, მოდია. აგე ვარდო. აგე გინდა შენა. გაიცა. გაიცა, გურჯანო შენ კახეთის გული ხარ. ჩათელი და მუდამღიარული ხარ. სულენოვან ვინი დახარქებული. სტუმრები და მიდამღიარული ხარ. სულენოვან ვინი დახარქებული. სტუმრები და მიდამღიარული ხარ. თელავიდან ზავრი შეტანის ვერე. სულენიდან მოდის მიდოგულიტა. ყველა სასედა როცავი სტუმრე. თინისის კესი მღერი და მღერითა. ყველა სასედა როცავი სტუმრე. თინისის კესი მღერი და მღერითა. შეცინაშე დავაშკასდე გვირები. შრომაში და ბრძოლაში გასდილები. სიხარული ბოგვანი ჭესულები. დაელოცოთ ბადლიანი გულები. მოდი ამაზე შევხვდეთ ყველანი. გურჯანზე მაგარია თელავი. რა შენი ყველა გურჯანო შენ კახეთის გული ხარ. თელავისგან მუდამ დაჩაგრული ხარ. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი მომღერლები, მაგარი მეგობრები და საოცრად პოზიტიური ადამიანები. მაშასე მივესალმოთ შორენა იმნაძე და ლოლა წერეთელი. ვაპირებდი. შეგვა გამეგრძელებია და მაშინ დამთავრდა მაინც და მაინც. ესე იგი ადამიანები, რა ვიცი, როგორ გამახარეთ რომ ჩამობრძანდით და პირდაპირ ჩვენთან მობრძანდით და შორენა საათი რატო არ გეკეთია ხელი? გამოვიღე. შეგენაცვალე, შეიბნიე. რო ცოტა დიდრულად გამოვიყურებოდეთ. იმდენი ამბები მოყვა, მოკლედ, რომ აი ძვირფასებო ეს არის ჩემი
ძალიან მაგრესი საათი. ეს რა ღირსო რა რომელიც თქვი? მაჩუქეს. ეს უკვე ესა იყო 2 დღის წინ ტელევიზიაში ჩემი საათი და ნუ კომენტარებში ძალიან ბევრმა ისეთი კომენტარები დამიწერა რომ რა რავი ღირს მგონი არ ვიმსახო. ესე იგი $55,000. მეგობრებო, მოიწყვება 8 ლარიანი საათია. არაფერი არ იყო აქ სალაპარაკო. ჩემო შორენა შეგენაცოლე, კაი 150 საათიანი დაგიკლია გენაცოლე მშვენიერი საათი. ხო და აქედან რო წახვალ, ახლა ოპელში ჩაჯდები. ლოლა, ძირფასებო, ძალიან მოხარული ვარ. მართალია შენი საათვალეები 30,000 евро ღირსო? არა 16,000 ღირს ეხლა მაიცა დავითვალო მიდი შენ კარგად გამოგდის თვლა. $150. შეგენაცოლე ეს, კი. მშვენიერი. აი, ძალიან ძვირი არა ნოლა, ნამდვილად. კარგი მოწესრიგებული, კარგი 45. რა გინდა ბიჭო, რა გინდა? 45. გაგიდე, გიგიდე, ორი გაჭკა საათი დაიარე. ვაიმე არის ესე და რა გავაკეთე თან ამაზე მერტმა, გაუსვეს შინობაში ხაზი შეგენაცოლე. რომ ყოველთვის ხო იცი ჩემი ლაპარაკი ვარ გურიდან წარმოშები და ნუ აი ძალიან გადამისვეს პროვინცია ხალხო ესეთი ვარ დღეს უფრო სვეც კი მინდა რომ ვიყო და მე მგონი გამომდის თუ ვერა ესე იგი, ანუ არა გოგო, ეხლა 51,000-იანი თვლა ხო ვიცი? კი. ხო გიკეთია საათი თუ გაცვია როგორ? გაცვია საათი, რა კარგად ლაპარაკი. გიკეთია ძალიან საყვარელი. ის საყურებიც, მაგრამ ხურავს და უხდება. კარგი ბატონო აბა რა. საყურებიც კარგად ახურავს და უხდება. გენაცვალეთ, მადლობა რომ გვესწოვრეთ და გენაცვალე. რა თქმა უნდა რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩვენთან მოხვედით, პირდაპირ აქ მოხვედით თუ მოასწარით? არა ჯერ არა, მე ესე ჯერ არა. ლოლა შენ სად იყავი მე ჰოლანდიაში ვიყავი. არა, რო ჩამოხვედი, ჩვენთან მოხვედი. რო ჩამოვედი? არა, ჯერ არსად. ძიათ, ცალ-ცალკე ორივე ხართ ჩვენთან ნამყოფები კი. და ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა და ეხა ორივე ერთად უკვე სხვა სინთეზია და დარწმუნება რომ უფრო მაგარი გამოვა შესაბამისად. ესე იგი, მაინც მინდა დაუბრუნდე ჩემო ლოლა. აუ. ჩამოფრინდი ჰოლანდიიდან კი. და პირდაპირ საქართველოში თუ იყავი შენ სხვა ქვეყანაშიც მანამ. არა, საქართველოში ჩამოვედი. ადამიანო, სომხეთში არ ყოფილ ხარ? არა, ჯერ არა. ჯერ არა. მაგრამ ვაპირებ. ხო, აპირებ. კარგი, სამაგიეროდ მაგრამ სასოვხეთიდან სიმღერა ჩამოვიდანე. შეგენაცვალე. აბა. კი ბატ, მე იმას სუჯუქს ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს. არა, შუჯუხი ვერა. ხო. მე როგორც კი ჩამოფრინდი გურიაში წავედი შეგენაცვალე. მე გეტყვი ახლა ეთქობა საათი ქონა დამარხული და გურია აჭარა იქიდან წამოიღო საათი. მოვედი ჩემო კარგებო თქვენ შეგენაცვალე, სხვათა შორის აი შორერა, მე აკარგი გოგოა, მეტო მიყვარს. ხო 3 საათის ჩამოსულია. ჩაირბიდა გურიაში, გადაირბიდა აჭარაში, გადმოვლიდა. ყველაფერი გურები ვარ გურულები შეგენაცვალე, კარგია. ქარი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ ემიგრანტებს ძალიან უყვართ, იქ მოღვაწეობენ საზღვარგარეთ და ძალიან აბედრირებენ ჩვენ ხალხს, რომლებიც მინდა რომ ნიკოლოზ მოვიკითხო შენთან ერთად ეს ხალხი. ყველა ჩვენს ემიგრაციას მოკითხა. ყველა ჯანმრთელობა და მალე საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უსურვო. მათ და მე ესენი ჩამოვლენ, აბა ეხა ისე როგორ იქნება და სულ გვეყურებიან გადაცემა. შესაბამისად ჩვენი გოგოებიც მოგზაურებიან რაგერ ჰოლანდიიდან ჩამოვფრინდიო და ჩვენ წალკაში ვიყავით გულში წინ ისეთი გებედრიერები ვიყავით, ამხობილი ვიყავი, რომ გარემო გამოვიცვალეთ. შეგენაცვალეთ, წრემლი მომადგა თვალზე რა შვები, ჰოლანდიელები. ეგ დაქცეულები როგორ მეწოდები ახლა. ესე იგი, თქვენ რომ გიყვართ ერთმანეთი და პატივისცემთ და დაქალობთ, გასაგებია და უკვე ისიცაა გასაგები პრინციპში, რომ რატომაც გაჩნდა იდეა და მაინც იქნებ მოგვიყვეთ, როგორი. დიდი სიამოვნებით მოგიყვები. ეს სიმღერა ნამდვილად ერევიდან ჩამოვიდა. ნამღერი იყო მე და ჩვენი ერთი თბილისელი ბიჭი, სომხურად ვიმღერეთ ეგ სიმღერა. და მე ვიფიქრე, რომ მაინც ორ ენაზე მაინც გავაკეთებდი, ჩვენ ენაზე მაინც გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ენაზე, ანუ ქართულ. ჩვენს ქართულზე, განიერ. ჩვენ ენაზე აბა რა, ჩვენ ენაზე. აბა ჩვენი მე თბილისელი ვარ, აბა. გასაგები. ხო და გავაკეთე და ვიფიქრე, აი თან საინტერესო რა არის, იცი, ქობულეთში ვარ, პეჟამოში.
ვზივარ და ვფიქრობ. არის სავსე დარბაზი. სავსე დარბაზი, მე პეჟამოში. სავსე დარბაზი, კაროჩე და ვფიქრობ რა, ვისთან ერთად ვიფიქრე. ჯერ გიოს უთხარი, მაგრამ გიოს რაღაც საქმე. არ მოსდის, არ უხდება პიჟამოები, მაგრამ ვისი. გენაცალოს ლოლამ. ხო და მე ვიფიქრე, რაღაც ისეთი სინთეზი უნდა იყოს, აი ცოტა გიჟური, თან პლუს. ვიფიქრე, ვის შეიძლება როგორი ქალები ვარ გოგო? ქარიშხალი ქალები. და სიმღერაც ქვია ეგრე. კი. რა ქვია ეგრე? ქარიშხალი ქალები. ქარიშხალი. და პლუს მის სამღერის ვათაშორის დავწერეთ ჩვენ ერთად. და მე უკვე უთხარით ტექსტი არის ქეთი ჩხაიძის. ჩხაიძესი, ხო? მისამღერი არის ქალბატონი ლოლა. არა, მარტო მე არა. მე, შენ, ინგა, ნელი, რა ვიცი, ყველა ჩვენი რამდენი მისამღერია? გაჩერდია. მოკლედ ეს რაც მე ლოლა მაწვალა ამ სიმღერის ჩაწერაზე რატო რა გინდა გოგო? მიწუნებს ხო ხა ლოლასთან მესმის რომ ლოლა არის ძალიან პროფესიონალი. შორე, ასე იმღერე. ასე იმღერე 30 ჯერ ჩამაწინ. ლოლ კაია ნიეტ. ლოლ კაია ნიეტ. ვაიმე ვიფიქრე, ან ვიღაცამ თქვას. დამთავრდა უკვე წადით სახლში ბოლო-ბოლო. ჩაიწერა რისთვისაც ლოლას ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელსაც და ბიჭებო თქვენ რომ მოგვიწვიეთ უსაყვარლესები ხართ. დიდი მადლობელები ვართ. ძალიან მიყვარხართ. აგერ ჩვენი ბიჭები თქვენგენაც სვალეთ რა ვარი კარგები ხართ შენ ნამეტანი გასვეწკებული ხარ სად არის შენი ცეცხლი იცი რა ой საათი რო გამეცი საათის ბრალია ნიკოშ საათის ბრალია ეს საათი კომენტარები საათის ბრალი არის ხუჯერდა უკრა დაშკი არ იყო საჭირო მაგრამ იცით რა ხდება ზოგადად მე ვარ როგორი ტიპი ჩემო მეგობრებო და ჩემო კარგებო რაც არ უნდა ვიღაცა არ მომეწონოს და ცუდი რაღაცა მე არ ვარ რომ იმას ცუდი კომენტარი დაუწერო ავსკროლავ და ისეთი რაღაცეებს წერ ზოგი რომ საერთოდ არის თუ არიცი ვინ ვარ ჯერ გაიცანი ბიჭო იქნება მოგეწონოს კაი გოგოა კი არა სრული სერიოზული მეც ასე ვიყავი რა კომენტარებს უწედი და რო გავიცანი კაი გოგო მართლა პოზიტიური გოგოა ჩვენი შორენა და ორთავე რა თქმა უნდა მაგრამ ცეცხლი მე მიხვალ ჭადი გინდა რამე გინდა უცბად გამოგიცხობს ჭადი გენაცვალე რატომაც არა შვენიერი ლოლა კაი ბასტურმა არ მიყვარს ბასტურმა რა გავაკეთე არ ჩამოგიტან ბასტურმას ხო ვერ გამსინჯა ერთი ლუკმა საჭირო არ ხوار გამასინჯა ერთი მე უფრო ის ერთი მიყვარს ლუკმა ხوار გამასინჯა კაბაჩოგი მიყვარს ბატონო ის რა ქვია ქართულად მაიცა ყაბაკი ყაბახი ხო ეს მიყვარს მაგას უბატავ ჯამა სალათები მალათები კატლეტები მიყვარს ძალიან კატლეტები აი ხო კვადრატიანი არა ხორცი სადაც ზურავია ყველაფერი მიყვარს მაგრამ რატო ყაბაყი არ არის ჯერ სახელია ფოთაშორის ძალიან კარგია ძალიან კარგი მითხარი შორენა ეხლა რა ხდება შესკენ რამე ისტორია გექნება ისეთი რაც ჯერ არსად არ მოგიყოლია რაღაც გადაგხდებოდა აუცილებლად რაღაც 4-5 დღეა რაც საქართველოში ვარ და ახალი ნომერია ვიღებადი სასტუმროსი თუ არა ბატონო ტელეფონი ყველა დღე მირეკავს ერთი და იგივე ქალი და მეკითხება ვახტანგი სადაა და ძალიან მოგრძალებულას გამარჯობათ ხალბატონო არ არის ვახტანგი არ ვიცი გეშლებათ ნომერი წუხელ უკვე პიქს მიაღწია ქალი რეკავს გამთენიას 4 საათზე და ვახტანგი და მალაბარაგეო მე ქალბატონო ძინავს ვახტანგის და გავაღვიძო თქვა ნობია არ გეიღვიძოს მაგი გოუღვიძებელიო თურმე სიდედრი ურეკავს ემიგრაციიდან და ვახტანგი სიძია მისი კაცო გაიცნობდი ხო და ასეთი ამბები ემიგრანტი თქვა დაგეგმავდი უკვე კონცერტში ემიგრანტი მე რა მაინტერესებს ეს ტელეფონის ნომერი სადა იყო რომ მივიდა იქ და რა ნომერი მივცეთო ვახტანგის ნომერი ეს მაინც არის მაინც არის ეს ვახ ტელეფონზე ვახტანგის ნომერი მივცეთა ანუ ვახტანგი ძალიან დაიჩაგრა ლოლა აუ შენსკენ რა ხდება ძველი ძველი ახალი თუ ძველი ძველი პიჟამოა და ახალი აგერ უი მივდივარ კახეთში მაქვს კონცერტი შენ გურჯაანში ალბათ გურჯაანში ხო არა ჩადი კარგად იყავი აბა კაი რა ქვია ეს
საგარეჯო, ხო? არა, გურჯაანი რო გეთქვა, მაინც ამოჭრიდან და საგარეჯო რო არ კარგია. აჰა, კაი. ლოლა, სად გაქვს საგარეჯოში კონცერტი? კახეთის კარიბჭე, ხო მგონი ლო? ეხლა მაიმინდა რომ ლოლამ თქვას ეს. კახეთის სად? არა. კახეთის სად გაქვს ლოლა? არ გეტყვი. ხო და არ მოგივსმენელი. გეტყვი, მოვა. არა, უბრალოდ კარიბჭე თქვი, არ შეიძლება აქ. კარები. კარების კაპჭრიებ ზიმში. კი ბატონო. всё. მესმის ჭირ თული გამოსათქმელი. ძალიან ძნელია. ესე იგი მე ვიყავი ჩამოსული, ვიყავი აჭარაში ჩემო ძვირფასებო. ნახე ეს ჭირს რა კარგად ხმარობს? ისეთი კარგი საღამო მქონდა პატიკო. 300 კაცი მოვიდა. შეგინოც რა ეთქობა საათით სანაყავად. მაშინ არ იყო საათი ესეთი აქტუალური პატიკო. ძალიან ისე კარგი იმდენს დადიხარ იმ კაიკაც კომპასი უნდა ეჩუქები და მაგასაც მაჩუქებს. $50,000 კომპასი რო გაქვს, ხატყა უნდა წახვიდე. აჭარლებს უყურხარ შენ ძალიან. ძალიან. არა მარტო აჭარლებს. ეხა დარწმუნებული ვარ ნიკოლოზ ამათ ისეთი რამე აქვს. აჭარლებს და აქეთ გურის და იქით სამეგრელოს აქეთ მხარეს ცოტა უყვარს ძალიან. რატო ასე? მე ყველას უყვარ ვარ. იცი, კაც შეგენდაც შენ საოცარი გოგო ხარ. ამათ ეხლა ისეთი. აი, ახალი რამე დონდა მეთქვა, იცი? აზრი მაქვს ისეთი. აბა თქვი? ხო. ვიფიქრე და ვთქვი, რომ იმდენი კუთხე გვაქვს ჩვენ. კაი, გემრიელი. კახეთი არის. რაღაცა. ო, კახეთი, იმერეთია, ქართლი, გურია, სამეგრელო. ერთი ტურნე რო გავაკეთოთ. აი მორჩებით და გავიდეთ. მორჩი და გავიდეთ, всё. წავიდეთ და წავიდეთ. ესე რის თქმა მინდა ეცი ნიკოლოზ. ეხლა ესენი ორივენი ამ მათ სილამაზესთან, ნიჭიერებასთან ერთად ძალიან ეშმაკები არიან. რა თვალსაზრისით? ეხლა ამათ ისეთი სიმღერა ექნებათ გაკეთებული დაანგრევს ყველაფერს. როგორც დავიწყებს ხალხს, საცს, პიჟამოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ვქნათ გოგოებო? ვიმღეროთ. ჩვენ ყოველთვის მინდა გითხრათ რომ გელოდებით ჩვენ გაცემის კარები ღიაა. დიდი მადლობა. მე როგორც კი გაგიჩნდებათ სურვილი ახალ სიმღერას ჩაწეროთ. დიდი სიამოვნებაა. ჩაგაწერინოთ არ ინერვიულდოთ არაფერზე თქვენ უნდა სულ იმღეროთ. რომ ძალიან გიხდებათ და მოდი გითხარით ერთხელ კიდე სათაურის სიმღერის ქარიშხალი ქალები. მოკლედ, ქარიშხალი ქალები. მე ასე ჩამოვაყალიბებდი, ჩემო კარგებო, ამას სიმღერა ქარიშხალი ქალები. ტექსტის ავტორი ტაიფუნი ვინ არის ტექსტის ავტორი? ქეთი ჩხაიძე. ტაიფუნი ქეთი ჩხაიძე, ფონოგრამა გრიგალი, ასრულებელი ცუნამი გოგოები. ცუნამი გოგოები, ო? ბრავო, რატომაც არა. მაგარია. ამის всё დაერქვა ამ სიმღერას ცუნამი გოგოები. ეს სიობია. რაც უნდა მოვიფიქროთ როგორ კი, დავასახელოთ. რატომაც არა. მე მაინც გონია რომ სიმღერას მოусმინოთ. და მე სამღერი რო დაწერეთ 30-მა ქალბატონმა მაინტერესებს რა გამოვიდა. აი ნახავ. და იქიდან გამოვიტანს მაყურებელი დასკვნას. მოკლედ, არაჩვეულებრივი სტუმრები პრემიერით შორენა და ლოლა, თქვენი უსაყვარლესი ადამიანები შეგვისურვებენ ქარიშხალი გოგოები. სიმღერით წასდგებიან თქვენს წინაშე. ხო? დღევანდელი საღამო ერთად უნდა ვატაროთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, გულები გავიხაროთ, ისე უნდა ვიმღეროთ, გადავრიოთ სამყარო, მთელი ღამე დილამდე ცეკვაში გავატაროთ. შორჯან გოლჯან ჩვენ ვართ სიხარულები, შორჯან გოლჯან თქვენი სიყვარულები, შორჯან გოლჯან ქარიშხალი ქალები, შორჯან გოლჯან თქვენ ხართ ჩვენი ფანები.
სადაც უნდა წავიდეთ ყოველთვის გვემღერება ეს ლამაზი საღამოც ყველას გვემახსოვრება მოდი ერთად ვიმღეროთ ავაცეклот გულები თქვენ ხართ ჩვენი სიმდიდრე ჩვენი სიხარულები შორჯან ლორჯან ჩვენ ვართ სიხარულები შორჯან